მე ვიყიდე ყველა მონსტერი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო საქართველოში და ერთ-ერთი საშინლად არ გამისწორდა. და დღეს გაიგებთ რომელი. დავუწოთ ყველაზე პოპულარული თეთრი მონსტერით, რომელიც ძალიან ბევრ მიმში გვხვდება. არტამილევია, სადაც ალბათ 2 წელია. შევაფასებთ რამდენიმე კრიტერიუმით: სუნი, გემო და ვიზუალი. ეს არის ყველაზე კლასიკური ვიზუალის მქონე ქილა და სუნი როგორი აქვს? სუნი. დიად არ იგზნობა ან მე ვარ ცხვირში. ცხვირში გაჩენდი. მეფეა 10-დან 10. ყველაზე პოპულარული ყველა და რა ეს მონსტერი კაცს აღვიძებს, აი მოძალადე კაცს აღვიძებს. მოკლედ, წინა ვიდეო საშინლად ჩავარდა, მაგრამ მე არ ვჩერდები. იცი რატო? ბოროტებს უნდათ რომ გავჩერდე, მე არ გავჩერდები. მაგ პერიოდში ძალიან ბევრი იუთუბერი ჩაუვარდა ვიდეოები და არხში შესაბამისი რეიტინგი ვერ დადეს, ამიტომ გულს ვიწყნარებ თავიდანვე გთხოვთ რომ ვიდეო დაალაიქოთ, გამოიწეროთ და კომენტარებში დამიწეროთ თქვენი საყვარელი მონსტერი რომელია. შეგახსენებთ რომ ყველა ამ მონსტრში მივეცი მონსტრში. ხო მაგრა ჟღერს. თითოეულ ამ მონსტერში მივეცი 10 ლარი. გეტყვით ღირს თუ არა თავის ფასს. 10 ლარი ჩემი აზრით. ქილა, არაფერი არ ღირს. მიცურავს ხელი. ამას ადამდე გავქაჩა. მოკლედ, სუნი, გემო, ვიზუალი ეს 3D რაღაცები რო აქვს ამოტვიფრული ქილაზე, ყველაფერი 10. ამ ქილას უწარ მე 10 ქულას. ღირს თუ არა ფასის მიხედვით 10 ლარი? არც ერთი ქილა ჩემი აზრით არ უნდა ღირდეს 10 ლარი. კი დიდია, მაგრამ 10 ლარი ნაღდად არის. შემდეგი ყველაზე უცნაური არის ეს, რომელსაც პირველად ხედავს საერთოდ. წერია Bad Apple. ცუდი ვაშლი და ხალბატონი ახატია მონსტერის ვაშლით. რა ვთქვა არ ვიცი. ძალიან უცნაური. არ მევასე. ყოველთვის უფრო ვაფასებ მინიმალიზმს ასეთ რაღაცებში, მაგრამ აქ ძალიან ბევრი რაღაცა არის. ქაოსია. ვაშლის სუნი ნამდვილად აქვს. ეს არის ენერგეტიკული და ვაშლის წვენი, როგორც მივხვდი. სუნი ვაშლის აქვს, უფრო ლიმონადის სუნი აქვს. რა მეგონა რას ველოდი? ვაშლი არ მევასება ძალიან და ამაში ძალიან იგრძნობა. პირადად მე თუ მკითხავ, დროშიან შეიძლება ვაშლი გიყვარდეს. ვიზუალში 7, სუნში 10-10 იგრძნობა ეგრევე რომ ვაშლის სუნი აქვს და გემოც, რავი, მე არ გამისწორდა ენერგეტიკული და წვენი. აროჩა იმინა ლიმონათია რა. თან შაქრიანია. ამიტომ 10-დან 3-ს უწერ ამას. დიახ, 10 ლარი მithumetes. მე არ მომეწონა. მაგრამ ყველაფერი რასაც ამ ვიდეოში იხილავთ არის ჩემი აზრი. მე გეუბნებით, როგორია, რას უნდა ელოდოთ და ასე შემდეგ. დანარჩენი თქვენ უნდა გამოიტანოთ დასკვნები. შეიძლება ვიღაცას რაღაც ძალიან უყვარდეს და ჩვეულებრივი თემა არის. მე საერთოდ არ მეხატებოდეს გულზე. ვახ, ეს ახლა დამოვიწყდა. აღერა მაგრამ მოუბრუნდე. ჰალო. შეიძლება შენ მოგწონდეს და მე არ მომწონდეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომ კომენტარებში ნუ შემჭამთ ძალიან გთხოვთ. შემდეგი არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხილის მონსტრი. ეს არის Ultra Strawberry Dream. ანუ შეიცავს მარწყვის. Ultra მარწყვის სიზმრები და ოცნებები. ეს რაღაც ვერ ხსნი და. ვერ ხსნიე. სანამ ამაზე გადავალ, ნახეთ ნიუსები, უცხო პლანეტელებზე რო გამოაცხადეს. ტიპი, რომელიც ადრე მუშაობდა პენტაგონში, თუ არ მახსოვს სად იყო, არ ვიცი, ანუ იმდენად აბსურდული ნიუსები იყო, რომ არც მოусმინით. სხვათა შორის ჩვენთანაც გავრცელდა ეგ ნიუსები, მაგრამ აი მე გეტყვით და თქვენ მაინტერესებთ ვიდეო გინდათ თუ არა მაგ თემაზე რომ კარგად მოვიძიო და აუცილებლად ამიწერეთ კომენტარებში. ტიპი დგას პოდკასტზე და საუბრობს რომ პენტაგონს ამერიკას მთავრობას ყავს 4 სხვადასხვა სახის უცხო პლანეტელი. მათ გამოსაკვლევა და ასე შემდეგ ასე. მე უცხო პლანეტელების მჯერა ზოგადად. ანუ სამყარო იმდენად დიდია და იდეალურია რომ მარტო ჩვენ არ ამგონია რომ ვიყოთ ამ სამყაროში. ნუ ეგ ყოველთვის სადაო თემა არის. ზოგჯერა ზოგს არ ჯერა. ეს ტიპი ამბობს არსებობენ 4 სახის უცხო პლანეტელები, რომელთანაც შევედით კონტაქტშიო, ნორდიკებიო, რომლებიც ადამიანს ყველაზე მეტად გვანადა მაღალი ადამიანები არიანო და ძალიან გავართ ვიზუალურადო. არიან ნაცრისფერი პატარა დიდ თვალებო უცხო პლანეტელები, რომელიც ძალიან სტერეოტიპულად ჟღერს, იმიტომ რომ ყველა ფილმი, რომელიც ადრე არის გადაღებული, ყველას ეგეთი უცხო პლანეტელი გამოყავს ეკრანზე. დამძღვევად ჩვენი ინსპირაციით შეიქმნა საერთოდ. არიან რეპტილიებიო, ვაიმე ესეც ამწყევა თუ შემწყევა. Zuckerbergზე ხო ამბობენ
იცნობენ რომ ისაო რეპტილია არისო ეგო და არ არისო ნამდვილი ადამიანი. ასევე არიანო წერიკალიას მაგვარი რაღაცეებიო. ეგენი არიანო ლიდერებიო ამათიო. პროსტა რა აბსურდულად ჟღერს. აი ეს გამოაცხადეს ნიუსებში. მათ რო არ ზომოდა ჩვენ რო აღმოგვეჩინაო, არ ზაგვენახებოდნენ. და ხშირადო ზღვაში კი არ უვარდებათ ხომოდებიო, სპეციალურად ტოვებენ ან ზღვაში ან უდაბნოებშიო, საჩუქრისო ან შემოწირულობის სახითო და ჩვენ შემდეგ მაგას ვიკლავთ და შენო ქონიაო შეხებაო. მეო არაო, მაგრამ ისეთმა ხალხმა მითხრაო რომ მე მაგიზო მჯერაო. იმას უთხრა ის რომ შემდეგ ამასთან ეთქვა ეს და მოვსულიყო ჩვენამდე ასე. ვთქვი რა გაფუჭებული ტელეფონებით ახლა და არ ვიცი. ვერას ფიქრობ, საერთოდ არსებობენ როცა პლანეტები და მით უმეტეს 4 სახეობის ჩვენს დედამიწაზე. ყველა სხვადასხვა რაღაცები ჯერა. მე არავის ვაკნინებ, მე ერთ-ერთი იმ კაცის ნალაპარაკებზე მეცინება უბრალოდ. თორე დამიწერ მართლა მაინტერესებს შენი აზრი. გადავიდეთ ისევ ჩემს მარწყვის მონსტერზე, რომელიც უშაქრო არის და ძალიან მიხარია უშაქროებზე რომ გადასული ძალიან დიდი ხანია და ცხოვრება ასეთი შვენიერი არასოდეს არ ყოფილა. უშაქრო სასმელებს ოსვა. გაგიმარჯოთ რა. მეფურია. იმას 10-ი დაუწერე 15-იდან. გემო უმშვენიერეს. ფერი უმშვენიერეს, როგორც მარწყვის შეეფერება. სუნი მარწყვის უმშვენიერეს. 110 ლარი. აი, აქ მიტეხავს. 20-10-დან იმიტომ არ უწერე, რომ ფასი ბევრია რა. ევროპის ფასებს რო შევადაროთ, ცელმეტად ბევრი არის ეს. იმიტომ რომ პოლონეთში ძალიან იაფაცავდი ამ სასმელებს. ის სხვათა შორის პოლონეთზე გამახსენა და ევროპაზე ვინც იცით, რომ ორჯერ ქვეყნა გასული და ორივეჯერ როზისთან ერთად. რა განთავდება ტრაგედია. ტრაგედია ისაა, რომ ორივეჯერ პოლონეთში ვარ წასული. პოლონეთში უკვე ცოტაც და შეჩემათ მომმართავენ. ვინმე სანმე არ მიდიხართ გამიყოლეთ მეც და რამე მანახეთ პოლონეთის გარდა სხვა იქნებ. რამე უფრო მაგარი ვდა ხო. დავიღალე ვარშავა, პოზნანი და რაღაცები და კიდე კერავდა. შემდეგშიო ვროცლავში წავიდეთო, ან კრაკოვში წავიდეთო. აროჩე რა. სადმე წამიყვანეთ, გთხოვ. სადმე სხვაგან წამიყვანეთ, აღარ მინდა პოლონეთი. კლასიკური მონსტრი, რომელსაც UFC fighters ოდესაც სიკვდილამდე ცემენ, მერე ხელში აკავებენ და ეს არის გათიშვილი დგას და ჩემნე ხელში ასე მონსტრი უკავია. ეს არის კლასიკური Monster Energy. ნახე რა ჩაციებულია, სუწვეთები აქვს. ნახე. ხამე უნდა დალიო რო გაგეღვიძება. fuck, და მეწვედა. იმენა კლასიკური ენერგეტიკული გემო აქვს. სუნიც კლასიკური ენერგეტიკულს და რაღაც ენერგეტიკულს მაგონებს. კოწახურის გემო აქვს. კოწახურის გემო რომელს აქვს? არ არის რეკლამა, просто ვამბობ. გორილას. Gorilla Energy რო არის. ახლა რა პარალელი გავალო. იმას უფრო კოწახურის გემო აქვს, ანუ იგრძნობა კოწახურის გემოთ, რომ კოწახურის გემოთი არა. რო შევადარო ყველაზე ახლოს რა გემოსთანაა. ხო და ეს ღირს 10 ლარი. ის ღირს ბევრად იაფი, ხო და ბიუჯეტურ ვარიანტში თუ ამას ყიდულობდი, მეგონი იჯობია რო იყიდო. რავი რა უნდა დავწერო? 10-დან 7 ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ჩვეულებრივი ისაა, კლასიკაა მეტი რა. ბოლოური დაგვრჩა რომელი ეს თუ ეს? მოდი ეს იყოს. იმიტომ რომ ზაფხულია და როგორ არ უნდა დავლიო საზამთროს მონსტერი. გოგონა ვორა, ამ მაქსიმერის დედა იმენა ჩარჩენი მოხტვინში. მანქანაში ყველგან მაგას უსმენ უკვე ისე ვარ. გოგონა ვორა. ძალიან კაია. შაქარიც არ აქვს, ზერო ცუკრო. გემო აქვს იმენა საზამთროს და ეს ყველაფერი მოდის ადამიანს, რომელსაც საზამთრო არ უყვარს. აი და წაკრავს, საზამთროს უნი წაკრავს. რა კაია, ვიზუალურადაც შვენიერი, კურკები როგორ უნდა უფრო გაასწორებდა. მე ვარ ადამიანი ფენომენი. და რამოდენიმე ეგრე იქნები დარწმუნებული ვარ. საზამთრო არ მიყვარს, მაგრამ ჯერ ვეიპის დედავატირი, მაგრამ ვეიპში საზამთროს გემო ძალიან მიყვარს. კევი საზამთროს ძალიან მიყვარს. აი ესეთი წვენები საზამთროს ძალიან მიყვარს. და თვითონ საზამთრო მეზიზღება. ეგრე ვარ პომიდორი არ მიყვარს, მაგრამ პომიდორის კეჩუპი მიყვარს, საწეველი მიყვარს და რაღაცა ეგეთები მიყვარს. მაგრამ პომიდორი არ ვერასოდეს ვერ დამინახავთ კიტრი პომიდორის სალათას რო ჭამდე. მარტო შევჭამ კიტრს. შანსი არაა პომიდორს, აი პირი დავაკარო. შანსი არის 0. ეგეც საზღვრობა მეორე არ მიჭამიათ bro. ვისაც გევასებთ იმენა პომიდორის ჭამა, შემოგელოთ ჩემი თავი. ლობიო არ მევასება, მაგრამ ლობიანი იხარე ძმაო. ყველი ისეთ პონჩი მევასება, ყველას არ ვჭამ, მაგრამ ყველის
ხაჭაპურს შევჭამწმაო. ფეხებს არ გავფშიკავ და არ ვიტყვი, აჰა მარზმაო, მე პირშორი დავაკარებ, მაგრამ გემრიელად არ ჩამივამ თლად, მაგრამ ხაჭაპური, ყველიანი მაკარონი, პიცაში ყველი, მოცარელას ჟღირები, მანდ უკვე ხაზს ვავლებ. მანდ უკვე შეიძლება. მწვანე მაქანთები და ეგრე ვარ საზამთროზეც და რამდენი ხართ ეგრე რომ აი რაღაც არ გევასებათ, მაგრამ საჭმლებში გევასებათ, ანუ თან გევასებათ, თან არ გევასებათ და ვერ ხვდებით რატო არის ეგრე. რამდენი ხართ ეგრე დამიწერეთ კომენტარებში და ბოლო ეს რა არის? ლანდო ნორის, ვინაა ლანდო ნორის? მაპატიეთ, დამავიწყდა ვინ იყო ლანდო ნორისი და ჩემპიონი მეფე კაცი. ხო ეს ლანდო ნორისის ედიშენი არის? ვაუ. მომწონს თუ არ მომწონს ვერ დავამუღამ, მოიცა. ნახეთ რა ფერია? ნახეთ რა ფერია, ეს ყოფილა ნესვი და რაღაც იაპონური ხილი იუზუს კომბინაციით. ალბათ მაგრები ხართ. ამას ავწერდი 10-დან 6. მოვიხიბლეთ ხო რო გითხრა, ვერ. ცუდი არ იყო. ეს ვიდეო არ არის დასპონსორებული, ამიტომ ვარ ბოლომდე ობიექტური და თუ არ მომეწონა, თქვი არ მომეწონა, თუ მომეწონა, მართლა ვამბობ რომ მომეწონა. თქვენთან იყო ბენი და შემდეგ ვიდეომდე ნახვამდის.